ბატონო, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამ სტუდიაში მომეწეს საშუალება მოსულიყავი და მესაუბრა იმ საკითხებზე, რომელიც ამ წელსაარჩევნო პერიოდში უდავოდ ძალიან აქტუალური არის. ამასთან წარმოგიდგებით, მე გახლავართ თამარ ტალიაშვილი, კოალიცია ქართული ოცნების თბილისის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი პროპორციული სიით. ნომერიც ალბათ გაინტერესებთ, მე-11 ნომერი. კი ბატონო, ანუ ძირითადი თემები, რაც მე მინდა დღეს ყურადღება გავამახვილო, ეს იქნება რა თქმა უნდა მოსახლეობასთან ჩვენს მიერ წარმოებული შეხვედრები, რომელიც არის ძალიან საინტერესო და უდაოდ ქმნის, ანუ ენერგიით გვავსებს თითოეულ ჩვენთაგანს. ბატონმა დავით ნარმანიამ უკვე 120-ზე მეტი შეხვედრა გამართა მოსახლეობასთან, რომელშიც ჩვენც ვართ ჩართულები, სიწარმოდგენილი კანდიდატები, მაჟორიტარული კანდიდატები. ასევე მინდა ვისაუბრო თვითმმართველობის რეფორმაზე ზოგადად. მე იურისტი გახლავართ, სამართლის დოქტორი და ჩემთვის როგორც იურისტისთვის და არ მარტო როგორც იურისტისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისათვის არის ძალიან მნიშვნელოვანი ეს რეფორმა, ამიტომ ამაზეც მინდა ცოტაოდენ ვისაუბრო. და აგრეთვე მინდა ვისაუბრო რა თქმა უნდა დავით ნარმანიას პროგრამაზე და იმ აქცენტებზე, რომელიც დასმული არის ამ პროგრამაში. უშუალოდ ამ პროგრამის პრიორიტეტებთან დაკავშირებით რატომ უნდა გასწორდეს ჩვენი ამ ფარი და რაც თავად დიდი მადლობა, ძალიან კარგი კითხვა არის. კარგი კითხვაა იქიდან გამომდინარე, რომ მართლა არის შესაძლებლობა, რომ ზუსტად თქვა რა იქნება შედეგი, როცა რამე პროცესში არის ადამიანი ან რამე სუბიექტი ჩართული, ყოველთვის ველოდებით გარკვეულ შედეგს. შედეგი უნდა იყოს პრინციპში მთლიანად მორგებული თბილისის მოსახლეობის საჭიროებებს. საქმე იმაში არის, როდესაც 51 პუნქტიანი პროგრამა დავით ნარმანიასი მუშავდებოდა, ამ პროცესშივე იყო უკვე შესწავლილი მოსახლეობის საჭიროებები და შესაბამისად აეწყო ისე ეს პროგრამა, რომ უპასუხოს თითოეულ საჭიროებას. ამასთან მინდა გითხრათ, რომ თვითონ ეს წინასაარჩევნო პროცესი და რასაც მოგახსენეთ მოსახლეობასთან შეხვედრები, იმითიც არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ეხლაც კიდევ უფრო დეტალურად ესე იგი ვსწავლობთ იმ რეალურ პრობლემებს, რომელიც არის ქალაქის წინაშე. მე შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ მე თვითონ მეგონა, რომ მართლა კარგად ვიცნობ ქალაქს, მაგრამ მართლაც ფანტაზიის მიღმა არის ის პრობლემები, რასაც ჩვენ ვაწყდებით. მაგალითად დიღომს 3 დღეში ერთხელ მიეწოდება წყალი, მაგალითად ჩუღურეთში პრაქტიკულად ძალიან დიდი პრობლემა არის გადაუხურავი, ესე იგი სახლები, რომელსაც ფაქტობრივად მორღვეული აქვს, ესე იგი ჭერი და სახურავი. პრობლემები არის, აი ძალიან ისეთი სერიოზული პრობლემები არის ინფრასტრუქტურული. იგივე ავარიული სახლები, დიდი რაოდენობა არის ამ პრობლემებისა. და სწორედაც რომ ისეთი მერი, რომელსაც აქვს გამოცდილება, რომელმაც შეძლო, რომ საკმაოდ მოკლე პერიოდში 100 კილომეტრი გზა დაეგო, შეძლო ათეულობით ხიდი აეგო, სოფლებში გაეყვანა წყალი და ესე შემდეგ. სწორედ ასეთი ტიპის მეურნე სტრატეგი, რომელსაც შეუძლია დასახოს მიზანი და კონკრეტული რეალური შედეგი კონკრეტული რაიონისთვის, თბილისის, კონკრეტული ქუჩისთვის, კონკრეტული ესე იგი სახლისთვის დადოს აი ეს შედეგები. ეს არის ერთი საკითხი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როცა ჩვენ ლაპარაკობთ ქალაქზე, ქალაქი რა არის? ქალაქი არის ინფრასტრუქტურა, აბრიდი განსხვავდება ქალაქი, თქვა სხვა ტიპის დასახლებისაგან, ხო? ქალაქი არის ინფრასტრუქტურა, ძალიან რთული ინფრასტრუქტურა, ხო? აი ხა ჩვენ რეალურად ვხედავთ, რომ ბოლო წლებში გარკვეული სახლები აშენდა. ახლა კითხვა რომ დავსვათ სეისმური კუთხით. ხო, რამდენად იყო ესე ვთქვათ შემოწმებული, ხო, ექსპერტზე ჩატარებული, თუნდაც, ხო, წყალმომარაგება, პარკირების საკითხები, მე ეკოლოგიური გამოწვევები. ქალაქში რეალურად ძალიან მძიმე ეკოლოგიური სიტუაცია არის. ეკოლოგია კი ჩვენ ვიცით, რომ პირდაპირ ახდენს ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე.
ქალაქი არ უნდა იყოს მხოლოდ ბიზნესის კეთების ადგილი, ხო? ეს უნდა იყოს ოჯახების საცხოვრისი, ხო? უნდა იყოს შესაძლებელი, რომ ოჯახმა, იცოცხლეთ, ოჯახმა ესე იგი დიახ კი ბატონო, ოჯახმა შეძლოს ესე იგი აი თუნდაც იგივე ალერგიები, ხო? ხა ეს მაპატიეთ, მაგრამ ეს ხომ ალერგიული ცემინება იყო, ხო? ეს ალერგიები საიდან არის გამოწვეული? გამოწვეულია იქიდან, რომ არის დაბინძურებული ჰაერი და სუფთა ჰაერი დღეს ქალაქს ჰაერივით სჭირდება. თუნდაც იგივე ეკოლოგიური კუთხით საუბარი არის მილიონ ხეზე და რატომღაც აი 21 საუკუნეში, როდესაც არის გლობალური დათბობის პირობებში. კი ბატონო. ეხლა მე მოგახსენებთ 21 საუკუნეში თუ სასაცილო შეიძლება გამხდარიყო თემა ხის დარგვის, ეს ალბათ უნიკალური შემთხვევა არის. რაც შეეხება მილიონ ხეს, მე პირადად მე თვითონაც ნახე Facebook-ზე გავრცელებული ფოტო, რომელშიც არის ესეთი სათაურით რაღაც, რომ აი თბილისი ტყეთ იქცევა და იქ რაღაც მგელი და მელია რაღაც ნებივრობენ და ესე შემდეგ. და თქვენ რომ ნახოთ ეს სურათი. ამ სურათი მოქცეული არის ისეთ ადგილას, ესე იგი ფოკუსი არის რა ადგილზე. ეს არის პრეზიდენტის სასახლე, ეს არის ის რაღაც დაძინებული დოქები თუ რაღაც, ეს ხიდი, ის ბუდაბარი, აი ეს ადგილი, რომლადაც ფაქტობრივად ნაციონალური მოძრაობა თვლის თბილისს. ანუ თბილისის გაგება არ არის მხოლოდ ესეთი ადგილი. თბილისი არის, აი ერთი წუთით, თბილისი არის ასევე დიღომში არის ძალიან დიდი პრობლემა ქარების, ხომ? ქარ-საცავი ზოლი. ქარ-საცავი ზოლი გაკეთებული არ არის გაკეთებული. თბილისი ასევე არის წყნეთი, თბილისი არის კოჯორი და ესე შემდეგ, ხო? ანუ თბილისში არის ძალიან ბევრი ადგილი, რომელიც საჭიროებს იპოდრომის მიმდებარე ტერიტორია. ბევრი თუნდაც იგივე ვერა, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორია. თბილისში არის საჭიროება, რომ მილიონი ხე იქნას დარგული. და გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ რეალურად არსებობს რუკა, რომელზეც დატანილი არის ადგილები კონკრეტულად, სად რა ჯიშის ხე უნდა დაერგას, სად რა ტიპი, სად რა ნიადაგია არსებობს, შემუშავებული აქვს და შესაბამისად ეს არის ძალიან რეალური. და მართლა პრობლემას ვხედავ სწორედ იმაში, რომ შეიძლება ეს თემა გახდეს რატომღაც საეჭვო. პირიქით ეს არის ის, რაც ჩვენ ჭირდება დღევანდელ დღეს, რაც ჭირდება მოსახლეობას და რაცაც ამბობს ყველა შეხვედრაზე თბილისელი. იმას, რომ მე მინდა ბავშვი ვასეირნო ბაღში, აღარ არის ბაღი გაიჩეხა, სკვერი გაუქმებულ იქნა. ბავშვებზე ვსაუბრობ, თქვენის ნებართვით გადავალ თუნდაც იგივე თემაზე, რომელიც ეხება ბაღებს, არა? თბილისში 50-ზე მეტი ბაღი იქნა გაყიდული. 100-ზე მეტი ბაღი, ჩვენ გეგმა არის, რომ 100-ზე მეტი ბაღი უნდა, ესე იგი, შექმნას და ამუშავდეს იმისათვის, რომ რეალურად ნორმალურ გარემოში შეძლონ ბავშვებმა, ესე იგი, რა ქვია, აღზრდა და ესე შემდეგ. ეს აუცილებელი არის, ასევე როგორც ჩვენ დიახ. აი სწორედ ეს მოგახსენოთ 100-ზე მეტი არის საჭირო, არა თუ უნდა გაუქმებულიყო 50-ზე მეტი, არამედ 100-ზე მეტი საჭირო არის, რომ ჩვენ ეს შევქმნათ, ეს არ კიდეც გვაქვს, ესე იგი გაწერილი, დავით არმანეს გაწერილი აქვს ეს გეგმაში, ეს აუცილებელია და ასევე არ შეიძლება ალბათ არ თქვა და არ აღნიშნო მე, თუმცა ეს არ შეიძლება ტრაბახად ჩაითვალოს ოცნების, მაგრამ რეალურად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ბაღები, რომელთა ფასი და ღირებულებამაც მოიმატა 70 ლარი გახადა ნაციონალურმა მოძრაობამ ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ბაღები გახდა უფასო. ეს აი ხალბატონები ვართ ახლა სტუდიაში და ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ხა როცა ჩვენ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ, ხო? ძალიან მნიშვნელოვანია იგივე თქვა, თუნდაც გენდერულ თემებზე ვსაუბრობთ. ქალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ და ოჯახისთვის რომ ბაღი იყოს ხელმისაწვდომი, ხო მართალია. თუნდაც ის რომ დეკრეტის ხანგრძლივობა 4 თვიდან გაიზარდა 6 თვემდე, ხო? თუნდაც დეკრეტის ანაზღაურება 1000 ლარამდე გაიზარდა. არ მთელი რიგი თემები არის, რომელიც ახლა მე კონკრეტულად იმას ვამბობ, არა მარტო ინფრასტრუქტურა, არამედ ჩვენ ერთის მხრივ ესე წარმომიდგენია მე ჩვენი მიზანი რა უნდა იყოს. ჩვენი მიზანი უნდა იყოს რა, რომ უზრუნველყოფილმა, დაცულმა და თავისუფალმა თბილისელებმა მოვლილ და ნაპატრონებ ქალაქში იცხოვრონ. ეს უნდა იყოს ჩვენი მიზანი. პროგრამული მხარე დასაჯებია. კი ბატონო.
აბსოლუტურად. კი, მე სიამაყით შემიძლია აი დეტალებშიც კი ვისაუბრო, უბრალოდ ალბათ ფორმატი არ არის, კი ბატონო. ბოლო პერიოდში მისი ხარჩევებამდე უფრო ცოტა დრო რჩება და შესაძლოა საუბარი. რეალურად საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა მეორე წლის შეცვლა საქართველოს კანდიდატი ვერ შეძლოს ეს განვითარება. ეს ასწებული სურათიდან გამომდინარე. իրადად თქვენ დაპროგნოზით აქვს და როგორ ფიქრობთ ამ ძალიან მარტივად გიპასუხებ. მე ვფიქრობ, რომ ესეთი რამ გამორიცხულია, გამომდინარე იმ სწორედ იმ შეხვედრებიდან, და იმ განწყობიდან, რომელსაც ჩვენ გრძნობთ ხალხისაგან და თბილისელებისაგან. ჩემი აზრით ეს გამორიცხულია. მე მიმაჩნია, რომ რეალურად მე როგორც თბილისელი და როგორც საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატი, მას შემიძლია ვთქვა, რომ ჩემთვისაც ეგოისტურადაც მე სწორედ მინდა რომ ქალაქს ყავდეს ისეთი მერი, როგორც არის დავით ნარმანია. ის არის პატიოსანი, როცა ჩვენ მის ღირსებებზე საუბრობთ, თუნდაც ხო, მის თქვა ანგარიშ ვალდებულებაზე, ხო? ადამიანი იყო მინისტრი და მან დაამტკიცა, რომ ის არის ძალიან ანგარიშვალდებული. ის არის ღია კარის პრინციპით მუშაობს. ხომ და ის არის პროფესიონალი მენეჯერი უმაღლესი რანგის მეურნე, რომელსაც შეუძლია ის კოლოსალური პრობლემები, რომელიც თბილისის წინაშე არის, რეალურად გადაწყვიტოს. ესე მიმაჩნია მე.